პირველ რიგში ჩვენ ცალსახად ვაფასებთ ამ ყველა ტიპის ბუნებრივ და ორგანულ ერთობას პოზიტიურად და ის პარტიები, რომლებიც გაერთიანდნენ, კი მათ აქვთ ორგანული და ბუნებრივი საწყისი და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი გგონია. ამაშივეა მათ შორის პასუხი, რატომ გადავწყვიტეთ ჩვენ განვითარდეთ დამოუკიდებლად. იმიტომ რომ ჩვენი ერთობა არ იქნებოდა ბუნებრივი და ორგანული. ჩვენი ამომრჩევლის გათვალისწინებით, რიგი იმ საკითხების გათვალისწინებით, რომელიც განგვასხვავებს ჩვენ. მე მაგალითად ნაკლებად მესმის ერთიანობა მრავალფეროვნების შენარჩუნებით. აი ესეთი ფრაზები და პრინციპები ნაკლებად მესმის, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვამბობთ რაღაცა ტიპის სერიოზულ ერთობაზე ვსაუბრობთ, მე მგონია რომ ესეთი შეთავაზება ჩვენ გავაკეთეთ, აი სულ ახლახანს წარსულს თქვით რომ არც პარტიული ნომრები არაფერი, თვითმმართველობის არჩევნებს გულისხმობ, აი სალომე ზურაბიშვილი ნეიტრალურ კანდიდატად, მოდი ერთიანი სია, ასე შემდეგ. ეს სხვა ტიპის მოცემულობა იყო, რომელიც შედეგზე იყო ორიენტირებული, კონკრეტულ შედეგს აყენებდა. ივანიშვილს ამარცხებდა დიდ ქალაქებში. ეს იყო მაგალითად ჩვენი შეთავაზება, რაც ცხადად გვისაუბრია. ის რომ უბრალოდ დოკუმენტს ხელს მოაწერენ კოლეგები და შემდეგ ასევე ძალიან მაღალი მოლოდინები ჩდება, შეიძლება ბევრად უფრო რისკი შემცველი იყოს. ასევე ორგანულობა, ბუნებრიობა ერთობების რამდენად შესაძლებელი იყო, ამაზე გვიმსჯელია რა თქმა უნდა და ვერ ვხედავთ ამ შესაძლებლობას. მე იშვიათად ვლაპარაკობ ხოლმე მაგალითად ლელოს პოლიცსაბჭოს გადაწყვეტილებებზე ესე საჯაროდ, მაგრამ უნდა ითქვას, როცა კენჭი უყარეთ რამდენიმე სცენარს, ცალს ყველა თითოეული პოლიცსაბჭოს წევრი, არათუ წინააღმდეგ ხმის მიზეზ თავშეკავებაც კი არ იყო. ყველა მხარე დაუჭირეთ ლელოს ძლიერი საქართველოს დამოუკიდებელ განვითარებას. მათ შორის ჩვენ კოალიციურ პარტიებთან იქნა განხილული პარტიაში პოლიცსაბჭოს დონეზე. რა თქმა უნდა, განხილვაც გქონდა მრავალშრიანი განხილვა შესაბამისი ვერსიებით და ამ შემდეგ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი, ვინც არის პარტია მოქალაქეები, მათი ჩართულობით და ამ ვითარებაში მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც გქონია რომ არის სწორი, ბუნებრივი და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ივანიშვილს რომ გაგვაკარგინოს ხმები. ხმების დაკარგვის ერთ-ერთი რისკი არის მათ შორის ის, რომ თუ არ არსებობს ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობა ოპოზიციაშიც. ერთი, არჩევანის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს ზოგადად, ხო? ალტერნატივა უნდა ჩადეს და მეორე, ოპოზიციაშიც ამ არჩევანის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, ირაკლი, მაგრამ აქ არის აი ორსაფეხურიანი თემა და პრობლემა, ხო? და ვინ რომელს აპრიორიტეტებს აქ ჩდება პრობლემა და არგუმენტები მისასარგებლოდ. ის ხალხი, რომელიც იმ ერთი მაგიდის გარშემო დაждდა და ალიანსი შეკრა, ისინი ამბობენ, რომ არჩევნების მოპოვება სამართლიანი პირობებით მანამდე ისეთი ხარისხის ეწოლის განხორციელება ივანიშვილზე, რომ ის იძულებული გახდება წამოვიდეს ამ ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, ამას სჭირდება ერთიანობა. ამისთვის არის ეს და მე მოქმედება, რომელზეც ჩვენ უკან არასდროს არ დაგვიხედავთ. თუ თქვენც იგივე მიზანი გააქვთ, რომ სამართლიანი გარემო მოიპოვოთ, მანამდე პოლიტპატიმრები გამოვაშვებინოთ და არჩევნები ჩატარდეს, კი ბატონო, მე კონკურენციის ფარგლებში აქ უკვე დავა პოლიტექნოლოგიურად თავიანთი ამომრჩევლის აუდიტორიის პასუხისგაცემა მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ამის მიღწევა თუ არის, ეხლა ყველაზე პრობლემა და აშკარად არის. მე პირადად არ ვატრაგიკულებ იქ ვინ არის და ვინ არ არის ამას. ყველანაირი გამოცდილება დაგიგროვდათ უკვე ურთიერთობის შიგნითაც და გარეთაც და ხალხმა რო იცოდეს, მათ შორის ლელოს მხარდამჭერმა და ასევე ანტაგონისტურად არ განეწყოს იმ პარტიების მხარდამჭერები თქვენს მიმართაც. რა შეგიძლია უთხრათ პოზიტიური იმ მთავარი მიზნის მიღწევის გზაზე, რასაც ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების მოპოვება ჰქვია? პირველი, ლელო ძლიერი საქართველო, ჩვენ კოალიცია აგრძელებს ბრძოლას ყველაველზე, განსაკუთრებულ მუშაობას რეგიონებში, სადაც ჩემი აზრით ოპოზიციას ჯამურად ყველას ერთად მეტად გვიჭირს, მეტი მუშაობით და აქცენტირებით რეგიონებზე. საგარეულოზე ცალსახად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, მუშაობთ და ამის პარალელურად არანაირი წინაღობა ყოველგვარი რაღაცა ალიანსის და ერთობის და დოკუმენტის გარშე არც წარსულში არ არსებულა.
პროდასავლური ოპოზიცია საქართველოში და საქართველოს მიღმა ყოველთვის არის ერთ ხაზზე. მათ შორის ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან კომუნიკაციისთან. არასდროს ეს წინაღობა არ ყოფილა. ერთ-ერთი პრინციპი არის თავდაუსხმელობის პუნქტი, რომელიც მათ დოკუმენტში მნიშვნელოვნად არის ასახული. თავდაუსხმელობას რაც შეეხება თვეების განმავლობაში თავს გვესხმოდა ნახევარი საქართველოს პოლიტიკური ელიტა და ჩვენი ძალიან კაფიო ჯიუტად გამეორებადი ფრაზა იყო, რომ ჩვენ ოპოზიცია არ გავხდებით. ანუ არ შევალთ ოპოზიციას კრიტიკაში და ბრალდებებსაც კი არ უპასუხობდით. იმდენად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია თავდაუსხმელობა. ორქროდან ცალმხრივად გვესხმოდნენ, მაგრამ არ ვაკეთებდით. ერთობას რაც შეეხება თავის დროზე თუ შედეგზე ორიენტირებული ერთობაზე იყო საუბარი, ეს შეთავაზებები ჩვენც არაერთხელ გაგვიკეთებია, გული კი არ მწყდება იმაზე და კი არ ვამბობთ რომ რამე სხლამოცემულობა ეხა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. მხოლოდ დოკუმენტი და საერთო მაგიდის გარშემო ჯდომა კი არა, უფრო ქმედებებია საჭირო. დარწმუნებული ვარ, იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური აქტორი ერთი იქნება ალიანსის სახით, მეორე ჩვენ, მესამე გახარია თუნდაც და სხვები ვინც პატარა სუბიექტები არიან. გავაკეთებთ ჩვენს მაქსიმუმს ყველგან, დედაქალაქშიც, რეგიონებშიც, საგარეო ველზეც იქნება ნაკლები კონფლიქტი და ნაკლები დაპირისპირება ოპოზიციაში შორის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის ყველამ ჩვენ მინიმუმ ის უნდა გავაკეთოთ და წარმატება უსურვოთ ოპონენტს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაცები არ მესმის, შეიძლება რაღაცებს არ ვეთანხმები, წარმატებები უსურვოთ, მაგრამ ჩვენს წარმატებაზე ინდივიდუალურად არის დამოკიდებული ამ ქვეყნის ჯამური შედეგი. იმიტომ რომ თუ ჩვენ საუბრობთ ბრძოლის პრინციპულ გაგრძელებაზე და ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლაზე, ჩვენ გვჭირდება თითოეული ადამიანის მხარდაჭერა. თითოეული ხმა არის გადამწყვეტი ყველა პროცესში. ქუჩაშიც მათ შორის ხმა იქცა ადამიანის და მოქალაქის გამომხატველ ერთეულად. ქუჩაშიც და მათ შორის მომავალ არჩევნებზე. ეს არის გადამწყვეტი ნაწილი. დარწმუნებული ვარ ერთ რამეში, რომ ერთმანეთის გარეშე ეს არ გამოვა. ამისთვის ზოგს განსხვავებული სტრატეგია გვექნება და პირიქით შეიძლება ეს იყოს უფრო მეტი ხმების მობილიზების შესაძლებლობა და ჩვენ ამის გვჯერა, რომ სწორედ ალტერნატიულობა არის მეტი ხმების მობილიზების შესაძლებლობა. ამ ქვეყანაში ამ პოლიტიკურ წარსულში ძალიან მძიმე ისტორიები არსებობს. არსებობენ სეგმენტები, რომელსაც არ მოსწონს ლელო მაგალითად. მე შეიძლება ერთმანეთს განიზიდავდეს, მაგრამ ეს დაუბრუნდა და ამიტომ შევავსოთ ეს ყველაფერი ალტერნატიულობით და არჩევანის შესაძლებლობით. აი და არჩევანის მოპოვების აუცილებლობის სტრატეგიის ნაწილი თუ არის ქუჩაში აქტიურობა, თუ არის ამას არ ჭირდება საერთო დოკუმენტზე ხელმოწერა, რომელზეც ისედაც თქვენ მიანიშნებთ, რომ ამ პროცესში აქტიურად მონაწილეებიც იქნებით და ვართ მონაწილეები საპროტესტო პროცესში, საგარეო ველზეც, მათ შორის არჩევნების მოპოვების ნაწილში და რა თქმა უნდა პოლიტიკური პატიმრების თავისუფლების ნაწილში. ბოლო ფრაზას ვიტყვი, დღეს სოლიდარობას უცხადებ იმ საჯარო მოხელებს, ზოგადად საჯარო მოხელებს, რომელიც უმძიმესი წნეხის ქვეშ არიან და მაგალითად ბათუმში, გუშინ გაათავისუფლეს 25 საჯარო მოხელე. ანუ 28 საჯარო მოხელემ ბათუმის მერიის თანამშრომელმა ხელი მოაწერა პროევროპულ დეკლარაციას. 28 თანამშრომელმა. ორს უკან გააწევინეს საკუთარი ხელმოწერა, გადავიფიქრე ვთქვი, რა თქმა უნდა წნეხის და ზეწოლის ფონზე. და 26-დან გუშინ 25 შტატი გაუუქმეს. საერთოდ პოზიცია გააუქმეს. ადამიანები, რომლებიც 10 წლეულების განმავლობაში მუშაობდნენ, კლასიკური პოლიტიკური დევნის და რეპრესიის მაგალითად სოლიდარობა მათ და დარწმუნებით მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ადამიანები, რომლებიც გაუძლეს ზეწოლას და პრინციპულად დაიცვეს საკუთარი ეროვნული ინტერესები, აუცილებლად აღდგებიან სამსახურებში და გააგრძელებენ ბრძოლას და შრომას კეთილსინდისიერ მომავალ ხელისუფლებასთან ერთად, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს ძალიან მალე.